მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. დღევანდელი საჯარო გაშლა, სინამდვილეში საჯარო გაშლა არ იქნება, იმიტომ რომ დღეს შევეკითხებით ქანქარას. ხო, საჯარო გაშლაში ქანქარა არასდროს არ გამომიყენებია. მეტიც YouTube სივრცეში არ შემოხვედრია პრაქტიკოსი, რომელიც ასეთი ფორმატით პასუხებს აძლევს საზოგადოებას, მაგრამ მე ხომ მიყვარს ექსპერიმენტები ჩემს მსმენელსაც და რატომაც არა ვცადოთ. მოდი ასე მოვიქცეთ. დღეს მექნება 3 ვარიანტი კიდე არაზე. თქვენ ჩაიფიქრეთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი პასუხი, რაც თქვენ გნებავთ, რაც თქვენ გაინტერესებთ. ეხლა რა თქმა უნდა წამოვა მე შემდგომ პრაქტიკოსების მთელი რიგი ნაკათი, რომელიც ალბათ ამ მეთოდს აიტაცებენ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ასეთ რაღაცებს ყურადღებას არასდროს არ ვაქცევ ხოლმე, იმიტომ რომ როცა გაფიქრდება, ეგ არის მნიშვნელოვანი. უფრო მეტად პირველი ვარიანტისთვის აი ეს გოგუც უნდა გვყავდეს. მეორე ვარიანტისთვის იყოს აი ეს გოგუჩუნა წითელი კაბით და მესამე ვარიანტისთვის იყოს აი ეს მწვანე კაბიანი გოგოშკა. კაი, მეცენ ჩამბნელებია კი არ ჩანს. აი ეს უფრო უკეთესია. პირველი, მეორე და მესამე ვარიანტი. კი თუ არა. აი ასე დავსვათ შეკითხვას. ნებისმიერი საკითხი, რაც თქვენ გაინტერესებთ, რაც თქვენ გინდათ რომ იცოდეთ, აი ამ საკითხზე ჩაიფიქრეთ. ეხლა მეორეს და მესამეს გადავწევ დროებით და აი ეს პირველი ხუთჯერ გოგოშკავით ჩაიფიქრეთ. ეს იქნება თქვენზე. თქვენს შეკითხვაზე პირველ ვარიანტში პასუხი რა არის? კი თუ არა? პირველი ვარიანტისთვის არის კი. თან ძალიან ცალსახა კი. ერთი წუთით. მეორე ვარიანტისთვის აი ეს წითელი კაბით, ვინც ჩაიფიქრეთ, თქვენს შემთხვევაში პასუხი რა არის? კი თუ არა? აბა ნახოთ. რაღაცა ვერ მომწონს ეს როგორც ჩერდება. აი ესე იყოს მეორე ვარიანტი, აი ეს გოგოჩუნა ვინც ჩაიფიქრეთ. პასუხი რა არის მეორე ვარიანტის შეკითხვაზე? კი თუ არა? მეორე ვარიანტისთვის კი თუ არა? არა. მეორე ვარიანტისთვის პასუხი არის არა. და გადავიდეთ ამასობაში მესამე ვარიანტზე. მწვანე კაბიანი გოგონა ვინც ჩაიფიქრეთ, თქვენთან რა ხდება? გიждებით იხის თოჯინებზე. ნუ გაგროვებ კოლექციას. მოგიყვანეთ დღეს ალტარზე.
მესამე ვარიანტისთვის პასუხი რა არის? კი თუ არა? მესამე ვარიანტი. მესამე ვარიანტისთვის პასუხი არის ჯერ არა. რაც არ უნდა ჩაგეფიქრებინეთ, პასუხი არის ჯერ არა. ასეთი იყო ჩვენი ქანქარით მიღებული პასუხები. დამიწერეთ აბა თქვენი შთაბეჭდილება როგორია, იმიტომ რომ ქართულ YouTube-ში ბევრი ასეთი, ბევრი კი არა და დარწმუნებული ვარ, პირველი ვარ, ვინც ეს მეთოდი გამოიყენა. ყოველ შემთხვევაში მე არ შემხვედრი აქამდე თუ ვინმე სხვა აკეთებს. ნამდვილად საექსპერიმენტო ვერსია ჩემთვისაც, ასევე თქვენთვისაც, მაგრამ მე ვიცი, რომ თქვენ ძალიან გიყვართ სიახლეები და ამიტომ გელოდებით კომენტარებში ძალიან გამახარებს თქვენი უკავშირი. დროებით ბედნიერებას და წარმატებას გისურვებთ ჩემს მუდმივ ერთგულ გამომწერებს, რომელიც აი ესე ერთგულად ამდენი წელი ჩემთან ერთად ხართ. და არა მხოლოდ, ასევე ახლებს, რა თქმა უნდა. აბა დროებით ბედნიერად.